ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 54 მილიონ ლარზე მეტია. თუ რა არის პრიორიტეტები თემაზე ვრცლად საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიასთან ვისაუბრებთ. ბატონო კახა, გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. როგორ გადანაწილდა 54 მილიონი ლარი, რა სფეროებს მოხმარდება ეს თანხა? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა რომ ვილაპარაკოთ ლაგოდეხის ბიუჯეტზე და იმ პრიორიტეტებზე თუ რა არის დასახული ლაგოდეხისთვის. ჩვენ ვეცდები რომ მოკლედ ვისაუბრო, ჩვენ გვაქვს ჯამურად 6 პრიორიტეტი განსაზღვრული ადგილობრივ ბიუჯეტში. ესენია წარმომადგენლობითი და ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯები, მეორეა ინფრასტრუქტურის განვითარება, მესამეა დასუფთავება და გარემოს დაცვა, მეოთხეა განათლება, მეხუთეა კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა და მეექვსეა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჯამური ღირებულება ჩვენ გვაქვს 54 მილიონი ნახევარი, საიდანაც პირველ პრიორიტეტზე ესაა მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებზე, სადაც შედის საკრებულოს მერიის ხარჯები, ასევე თანამშრომლების გადამზადების ხარჯის, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხარჯების სარეზერვო ფონდი, ჯამურად ეს არის 5 მილიონ 274,000. ეს საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ დავიანგარიშებთ, ეს შეადგენს დაახლოებით 11% ბიუჯეტის საერთო ღირებულების, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინა პერიოდებთან შედარებით და ასევე განვითარებულ ქვეყნების ბიუჯეტებს რომ შევადაროთ, ეს ევროკავშირის ქვეყნებს შეეხება, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ხარჯები დაახლოებით 15%-ზე მეტია და ჩვენთან 11%-ია, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგია. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება ძირითადი თანხა და ეს არის დაახლოებით 23 მილიონ 399,000 ლარი. ამას შედის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მიმდინარე შეკეთება, გზების კაპიტალური შეკეთება, ასევე არის უსაფრთხოება, სადაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ გვაქვს კამერები დაყენებული ასევე მუნიციპალიტეტში, წყლის სისტემების განვითარება, ესაა წყლის სისტემების ექსპლუატაცია, რომელსაც ჩვენი სერვის ცენტრი აწარმოებს, გარეგანათებების კეთილმოწყობა და ასევე ავარიული შენობა ნაგებობების რესტავრაცია. ანუ ძირითადი ხარჯები ამ მიმართულებით მიიმართება. შეიძლება ითქვას, რომ ლაგოდეხში წელს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 100-მდე პროექტი ინფრასტრუქტურული გასაკეთებელი. აქ შედის როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, წეგან რა ჩამონათვალიც გავაკეთე ამ ჩამონათვალის მიხედვით, ასევე სკვერების, სასაფლაოების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. და 100-მდე პროექტია განსახორციელებელი. ამის გარდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით აქტიურად გვეხმარება მუნიციპალური განვითარების ფონდი, MGF-ს ვეძახით, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტში დაგეგმილია საბავშვო ბაღების, ასე ვთქვათ, ზოგის ხელახალი აშენება, ზოგის კიდე ასე ვთქვათ, შეკეთება თავიდან ბოლომდე იმ სტანდარტებიდან გამომდინარე, რაც ახლა არსებობს და ასევე საშუალო სკოლების რეაბილიტაცია. ჯამში წელს ჩვენ გვაქვს 7 საბავშვო ბაღის, ასე ვთქვათ, ზოგის აშენებას და ზოგის რეაბილიტაციას ვახორციელებთ თავიდან ბოლომდე. შეგვიძლია მოკლედ ჩამონათვალი გითხრათ, ესაა გვიმრიანი, ბაღდადი, ჩადუნიანი, სხალგორი, განჯალა, არეშფერანი და ჭიაური, როგორც ეგან აღნიშნე 7 საბავშვო ბაღია და ასევე გვაქვს გვიმრიანის საჯარო სკოლის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურის კუთხით გამოყოფილ ხარჯებს, თუ რაზე მიემართება და რაზე უნდა დაიხარჯოს. ასევე ჩვენ გვაქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ვიცით, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო ყოველწლიურად გამოყოფს ხოლმე ამაზე თანხას და ლაგოდეხს ჩვენ 430,000 ლარი გვაქვს ამაზე გამოყოფილი. ჯამური ღირებულება არის 2 მილიონ 130,000, დანარჩენ თანხას ამ 930,000-ის გარდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვამატებთ. შემდეგი პრიორიტეტი მესამე არის დასუფთავება და გარემოს დაცვა, 3 მილიონი გვაქვს ამაზე გამოყოფილი. ჩვენ საკმაოდ დიდი წარმატება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ
გადასახადი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები იხდიან და მოქალაქეები დასუფთავების დაახლოებით 250,000 გვაქვს უკვე ამაზე შემოსავალი ამ გადასახადებიდან, თუმცა დასუფთავებაზე და ნარჩენების გატანაზე ჯამურად 2,600,000 გჭირდება ამ სერვისისთვის და იმედი გვაქვს, რომ მომავალში თანდათანობით კიდევ უფრო მეტ თანხებს ამოვიღებთ. განათლების მიმართულებით გვაქვს გამოყოფილი თანხები, ესაა 6,200,000 ლარი. ძირითადად აქ შედის სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება, სადაც 5,600,000 იხარჯება. ეს არის ყვება, იცით თქვენ საბავშვო ბაღებში და თვითონ პედაგოგების ხელფასები და ასე ვთქვათ, ის ხარჯები რაც ჭირდება თვითონ საბავშვო ბაღებს და ასევე არის სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე გამოყოფილი თანხა 665,000 ლარი. შემდეგი პრიორიტეტი, მეხუთე პრიორიტეტია კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, სადაც 4,600,000 გვეხარჯება. ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი გვაქვს ჭაბუკიანში ვაკეთებთ სპორტულ კომპლექსს, სადაც იხარჯება საკმაოდ სუხე თანხა, თუმცა საკმაოდ კარგი კომპლექსი გვექნება აღნიშნულ სოფელში, რომელთაც ისარგებლებს არა მარტო ჭაბუკიანი, არამედ ზოგადად ლელიანი აფენი და იმ ზონაზე მაცხოვრებელი მოქალაქეები. ასევე გვაქვს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოები შექმნილი, რომელთაც გამოყოფილი გვაქვს 55,000 ლარი და ყოველწლიურად კონკურსი იმართება და წარმატებული საბჭოები ღებულობენ იმ თავიანთი იდეების მიხედვით დაფინანსებებს. ასევე გვაქვს მაღალი აკადემიური მოსწავლეების და ასევე იმ მოსწავლეების, ვინც აბარებენ სხვადასხვა სასწავლებლებში გამოყოფილი თანხები ბიუჯეტში 140,000 ლარი, რომელსაც ვაძლევთ აღნიშნულ მოსწავლეებს. ასევე საგანმანათლებლო ინტელექტუალური შემოცნებით და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისთვის გადამზადების კუთხით ასევე სკოლის მოსწავლეებზე 50,000 ლარი გვაქვს გამოყოფილი და გვაქვს წარმატებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების თანადაფინანსება 22,000 ლარი, თითო ანსამბლზე 2,000 ლარის ფარგლებში, რა ეს ძირითადად ინვენტარის შეძენაზე იხარჯება ეს თანხები. შემდეგი მეექვსე პრიორიტეტი რაც გვაქვს, ესაა დაახლოებით 2 მილიონი ლარი იხარჯება ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფაზე საკმაოდ დიდი პროექტი გვაქვს, საკმაოდ ბევრად, ასე ვთქვათ, მოცულობითი პროექტია. გვაქვს თანხები გამოყოფილი როგორც თბობის სეზონზე, ასევე სხვადასხვა ოპერაციებზე, ასევე მძიმე საცხოვრის პირობებში მყოფილი ოჯახებისთვის საცხოვრისის ქირის გადახდის თანხები გვაქვს, უკიდურესად გაჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გვაქვს ასევე გადასახადების სხვადასხვა კომუნალურის 100 და მეტი წლის ხანდაზმული პირებისთვის გვაქვს 500 ლარი გამოყოფილი ყოველწლიურად თანხა, ასევე სარიტუალო ხარჯებისთვის გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბავშვების დახმარების პროგრამაზე გვაქვს 80,000 ლარი გამოყოფილი და მინდა გავამახვილო ყურადღება ასევე სოციალური მიზნის მქონე პროექტების დაფინანსებაზე გვაქვს 10,000 ლარი გამოყოფილი, ასევე ჩვენ ერთ-ერთ დონორთან ერთად გქონდა თანადაფინანსების პროგრამა და ჩვენს მუნიციპალიტეტის ოჯახებში სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერაზე გვაქვს თანხა 25,000 ლარი ჩასმული ადგილობრივ ბიუჯეტში, აქედან 25,000 ჩვენი თანხაა და 100,000 დონორის მოწვდილია. ასევე კონკურსები იმართება და ამ მიმართულებით აღნიშნულ პროექტებს ვაფინანსებთ. კრიზისულ მდგომარეობაში ყოფილი სოციალურად დაუცველი და ხანდაზმული ოჯახების ხელშეწყობაზე გვაქვს 30,000 ლარი, ესეთი ოჯახები, რომლებსაც ძალიან გაჭირვებულები არიან და ჭირდება სხვადასხვა სახის ინვენტარი, შეიძლება რამე სარიცხი მანქანა იყოს, გაზგურა იყოს, ან სხვა რაიმე სახის ინვენტარი, რაც საჭიროებს ამათო იმ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის მის შეძენას ვახდენთ და გადაცემას და ასევე პერსონალური ასისტენტის უზრუნველყოფა შემოვიღეთ 63,000 გვაქვს მაღაზე გამოყოფილი და ეს პერსონალური ასისტენტი მოემსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ აყავთ
მარჩენალ დაკარგულები არიან და არ აყავთ ის ადამიანები, ვინც ყურადღებას მიაქცევს, უკვე პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს ამას. ბატონ კახა, რა გამოწვევები რჩება მუნიციპალიტეტში? ძირითადად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება რამოდენიმე წელი იმ მიმართულებით, რომ რაც შეეხება ინფრასტრუქტურის კუთხით ვიყოთ წელში გამართულები, ასე რომ ვთქვათ, ამ ეტაპისთვის ჩვენ ძირითადი პრობლემები მოგვარებულია, რჩება გარკვეული სოფლები და გარკვეული გზის მონაკვეთები, ასევე სანიაღვრი არხებია ბევრ სოფელში და გასაკეთებელი, რომელზეც მე ვიტყოდი, რომ დაახლოებით 3-4 წელიწადში ჩვენ მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით გვექნება უკვე ეს პრობლემები მოგვარებული, როგორც გზების, ასევე სანიაღვრი არხების, ასევე სკვერების, ასევე სპორტული მოედნების მოწყობა, ასევე მნიშვნელოვანი არის საბავშვო ბაღები, რომელსაც წეგან აუღნიშნე და დაახლოებით 6 საბავშვო ბაღი გვჭირდება ისეთი, რომელიც გასაკეთებელი იმ სტანდარტებთან მიმართებით, რაც არსებობს, ასევე სასკოლო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი და მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 3-4 წელიწადში ჩვენ აღნიშნულ ინფრასტრუქტურები მოწესრიგდება ჩვენ მუნიციპალიტეტში და ასე ვთქვათ, უფრო მეტად წელში გამართულები ვიქნებით. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ და კარგად ბრძანდებოდეთ.